ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად მთელ მსოფლიოში არსებული მძიმე პირობების გამო გამოსავალს ეძებს ყველა. ეს გამოსავალი საკმაოდ მძიმეა და საკმაოდ არაკეთილსაიმედოა, რადგან კორონავირუსული ინფექცია ახალი ძალებით გვებრძვის და თუნდაც ახალი შტამის განვითარებით, რომელსაც დელტა პლუსი ქვია, აი ეს შტამი ძალიან ძლიერი ვირულენტობით ხასიათდება. აქედან გამომდინარე, რას ვაკეთებთ? გამოსავალი არის იგივე დისტანციის დაცვა, იგივე ჰიგიენური პირობების დაცვა, ან თუნდაც ვაქცინაცია. ამჟამად ვაქცინაციის შესახებ ძალიან სხვადასხვაგვარი აზრი მოსილებს. ეს არის იქიდან გამომდინარე, რომ ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის სიმწერია, ასევე არ გვაქვს ხელმისაწვდომი კვლევები, რომელთაც შეიძლებოდა თქვათ ამ ვაქცინაციის კეთილსაიმედობის დადასტურება. ჩვენ ვეცდებით მოკლედ მიმოვიხილოთ ვაქცინაციის შემდგომი პერიოდი, ან თუნდაც როგორ დავიცვათ მის გართულებებისგან თავი. რას უნდა ველოდოთ ვაქცინაციის შემდეგ? გავიხსენოთ ის პროცესები ზოგადად, რა შეიძლება მოხდეს ვაქცინაციას. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ამჟამად მიმდინარე COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციაა თუ ბავშვთა ინფექციების საწინააღმდეგო ვაქცინაცია, თუნდაც წითელას, წითურას, ჩუტყვავილას და ასე შემდეგ. ვაქცინა არის იმუნომოდულირებადი პრეპარატი, რომელიც ყოველთვის იწვევს ჩვენი ორგანიზმის იმუნური სისტემის მხრივ შესაბამის რეაქციას. ვაქცინის შემდგომი პერიოდში შეიძლება იყოს ვაქცინის შემდგომი რეაქციები ან ვაქცინის შემდგომი გართულებები. იქნებ გითხრათ ვაქცინაციის შემდგომი რეაქციის შესახებ და რაზეა დამოკიდებული მათი გამოვლინება. ვაქცინის შემდგომი რეაქციები არის ჩვენ ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები, რომელიც არ არის ჩვენი ორგანიზმისთვის საშიში და ის რამოდენიმე დღეში თვითონ ქრება. ყოველგვარი დამატებითი ჩარევის გარეშე. ვაქცინა არის იმუნობიოლოგიური პრეპარატი, ამიტომ ჩვენი ორგანიზმის მხრივ ის შესაბამის იმუნურ რეაქციებს იწვევს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ორგანიზმში ვითარდება იმუნიტეტი, ჩნდება ანტისხეულები, რომლებიც შემდეგ თავიდან გვარიდებს ვირუსული ინფექციის შემოჭრას ჩვენს ორგანიზმში. რამდენიმე სიტყვით ვაქცინაციის შემდგომი რეაქციის შესახებ, რა ტიპისაა ისინი? ისეთი გამოვლინებები, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა, ან ალერგიული გამონაყარი, თუნდაც ჭინჭრის ციების მსგავსი, ლიმფური კვანძების გადიდება, შემდგომ შეიძლება იყოს გონების მოკლევადიანი დაკარგვა, ან ციანოზი, კიდურების გაცივება და ასე შემდეგ. ეს უკვე არის სერიოზული პოსტვაქცინალური რეაქცია, ან შეიძლება იყოს პოსტვაქცინალური გართულებები. პოსტვაქცინალური გართულებები უკვე ფიზიოლოგიური ნორმის ფარგლებს ცირდება, ის მოკლევადიანი არ არის და უკვე დამატებითი საშუალებებია ორგანიზმი, რომ ისევ ნორმის ფარგლებს დაუბრუნდეს, ფიზიოლოგიურ ნორმის ფარგლებს დაუბრუნდეს და ადამიანმა შეძლოს ნორმალური ცხოვრების რიტმის გაგრძელება. პოსტვაქცინალური გართულებების შემთხვევა აუცილებლად უნდა ეცნობს ვაქცინაციის ხარისხის კონტროლის შესაბამის ორგანოებს. შესაძლოა თუ არა ასეთ შემთხვევაში ორგანიზმის ჯანმრთელობის გართულებები გამოიწვიოს? ლოგიკურად შეიძლება დაიცვას შეკითხვა. შეგვიძლია თუ არა თავიდან ავიცილოთ ეს პოსტვაქცინალური გართულებები, ან თუნდაც შევამციროთ მათი გამოვლინება. რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ეს არის რუტინული ღონისძიებების დაცვა, რაც ყველამ ძალიან კარგად ვიცით, და ეს არის კომპანია ხელის პრეპარატები, რომლებიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში წარმატებით გამოიყენება როგორც პედიატრიულ პრაქტიკაში, ბავშვთა ინფექციების ვაქცინაციის შემდგომ პერიოდში, ან ამჟამად COVID ინფექციების შემდგომ პერიოდში.
არა მარტო შემდგომ პერიოდში, არამედ ისინი შეიძლება გამოვიყენოთ პროფილაქტიკის მიზნითაც ვაქცინაციამდე პერიოდში და ვაქცინაციის შემდგომ პერიოდში. ეს პრეპარატებია ტრაუმელი, ლიმფომიოზოტი და ბავშვთა ინფექციებისას ვაქცინაციის შემდგომ პერიოდში ძალიან წარმატებითაც გამოიყენება პრეპარატი ვიბურკოლი. თუ არსებობს რაიმე გზა და როგორ შევამციროთ ვაქცინაციის შემდგომი რეაქციის და განსაკუთრებით გართულებების განვითარების რისკი? პრეპარატები ტრაუმელი, ლიმფომიოზოტი და ვიბურკოლი შეიძლება გამოიყენოთ როგორც სამკურნალოდ, ისე პროფილაქტიკური მიზნით. პროფილაქტიკური მიზნით მათი გამოყენება ხდება ვაქცინაციამდე 2-3 დღით ადრე, ან ვაქცინაციიდან, უпростоრედ და ვაქცინაციიდან 4-5 დღის განმავლობაში. შესაძლებელია უფრო მეტი ხნის განმავლობაშიც მათი გამოყენება. ეს პრეპარატები ბიორეგულაციური პრეპარატებია, ამიტომ ისინი ორგანიზმში მისი ცხოველმყოფელობის უხეში ჩარევის გარეშე ამ პროცესებს აბრუნებენ ფიზიოლოგიურ ნორმის ფარგლებში. როგორ მოვიხმაროთ ეს პრეპარატები? როგორც აღნიშნეთ, პრეპარატები ტრაუმელი, ლიმფომიოზოტი და ვიბურკოლი არის ბიორეგულაციური პრეპარატები და მათი ფარმაკოლოგიური თვისებები განაპირობებს ორგანიზმისთვის ანთების დასრულებას, ოპტიმიზირებას, ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, ასევე არის შეშუპების საწინააღმდეგო ეფექტი, იმუნომოდულირებადი ეფექტი, ეს არის დეტოქსიკაციური ეფექტი, დამამშვიდებელი ეფექტი და ასევე მათ გააჩნიათ ტკივილდამაყუჩებელი ეფექტიც. რა თვისებები ახასიათებთ მათ? ამ პრეპარატების მეშვეობით ხდება სხეულის ტემპერატურის ოპტიმიზირება და სრული ჩამთავრება, ისე რომ არ ხდება ტოქსინების შეყვანება ორგანიზმში, ხდება მათი გამოყოფა, გამოდევნა ორგანიზმიდან, ასევე არ ხდება ინტერფერონის დონის დაქვეითება. მათი მეშვეობით ხდება ტკივილის სინდრომის შემცირება, შეშუპების თავიდან აცილება, მათი მეშვეობით ასევე ხდება დეგენერაციული დისტროფიული პროცესების თავიდან აცილება და ორგანიზმი უბრუნდება თავის ფიზიოლოგიურ მდგომარეობას. ეს არის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ამგვარად ბიორეგულაციური პრეპარატების მეშვეობით შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ან შევასუსტოთ პოსტვაქცინალური გვერდითი ეფექტები ან პოსტვაქცინალური რეაქციები და გავაუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი. გისურვებთ ჯანმრთელობას.